გავაგრძელოთ ფუნქციების განხილვა და დღეს განვიხილოთ რამოდენიმე სტატისტიკური ფუნქცია. ამისათვის გვჭირდება რიცხვების დიაპაზონი, მოვნიშნოთ და round between-ის საშუალებით შევიყვანოთ რიცხვები. round between და round between დიაპაზონი იყოს 10-დან 70-მდე და აუცილებლად უნდა დავაჭიროთ Ctrl-Enter-ს. იმისათვის რომ შემდეგ ყოველი განახლებისას რიცხვები არ შეიცვალოს, უნდა მოვაშოროთ ფორმულის მნიშვნელობა, უნდა მოვნიშნოთ ეს დიაპაზონი და paste-დან უნდა ავირჩიოთ value, ანუ უნდა დავტოვოთ მხოლოდ მნიშვნელობები. ამის შემდეგ, როდესაც რიცხვთან მივიტანთ მაუსს, ეს რიცხვი მნიშვნელობა გამოჩნდება მხოლოდ და არა ფორმულა. პირველი ფუნქცია განვიხილოთ small ფუნქცია. ეს ირჩევს მოცემული დიაპაზონიდან ყველაზე პატარა რიცხვს რიგითობის მიხედვით. მაგალითად, მოცემული მასივიდან თუ მივუთითებთ მესამე რიცხვს, ამოარჩევს ყველაზე პატარა რიგით მესამე ყოფილა 28. ანალოგიური ფუნქციაა large, აქაც უნდა მივუთითოთ მასივი და k რიცხვი, ვთქვათ, მივუთითოთ 2-იანი. ესე იგი, ყველაზე დიდი რიცხვი რიგით მეორე ყოფილა 65. განვიხილოთ mod ფუნქცია, ანუ მათემატიკაში ეს არის moda, ის რიცხვი, რომელიც დიაპაზონში ყველაზე ხშირად მეორდება. mod და მივუთითოთ დიაპაზონი. ასეთი რიცხვი ყოფილა 60 და მედიანა. იმისათვის რომ გამოვთვალოთ მედიანა, აუცილებელია რომ ჯერ რიცხვები დავაწყოთ დადობით და შემდეგ გადავთვალოთ, ავირჩიოთ თუ კენტია, ავირჩიოთ შუა რიცხვი, ხოლო თუ ლუწია, შუა ორი რიცხვის საშუალო არითმეტიკული. მაგრამ Excel-ში არ გვჭირდება ეს, პირდაპირ ფუნქციაში გადავცემთ დიაპაზონს და თვითონ დაგვითვლის ის მედიანას. ყოველგვარი სხვა მოქმედებების გარეშე და ამ რიცხვების მედიანა ყოფილა 56. მოდი ამ ფუნქციებთან ერთად განვიხილოთ დამრგვალების ფუნქციები, round-ი, round-up-ი და round-down-ი. და გავიგოთ რა განსხვავებაა მათ შორის. ავიღოთ რამე რიცხვი, მაგალითად 7.42. როგორც ვიცით, როდესაც რიცხვს ვამრგვალებთ, თუ მის შემდეგ წერია 5 ან 5-ზე მეტი, 1-ით იზრდება, ხოლო თუ წერია 5-ზე ნაკლები ციფრი, მაშინ უცვლელი რჩება. იგივე წესი მოქმედებს აქაც. დღეს round-ი უნდა მივუთითოთ რიცხვი და ამავდროულად უნდა მივუთითოთ მძიმის შემდეგ რამდენი რიცხვი დაგვიტოვოს. ვთქვათ, ჩვენ მივუთითოთ 1. და მართლაც 4-იანის მერე წერია 2-იანი და დამრგვალებული მნიშვნელობა იქნებოდა 7.4. ეხლა ავირჩიოთ, ვთქვათ, რიცხვი 9.67. და დავამრგვალოთ ეს რიცხვი. თუ აქაც მძიმის შემდეგ მივუთითებთ 1 ციფრს, მნიშვნელობას დაგვიბრუნებს 9.7, რადგან 6-იანის მერე ეწერა 7-იანი და 1-ით დამრგვალდა. ეხლა ვნახოთ round-up-ის მნიშვნელობა. და round-up-ით დავამრგვალოთ 7.42. განსხვავება round-სა და round-up შორის არის ის, რომ წეღა როდესაც round-ით დავამრგვალეთ 7.42, მივიღეთ 7.4, ხოლო round-up-ით 7.5. round-up-ი ამრგვალებს ზემოთ, ანუ მეტობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ 2-იანი გვეწერა, მაინც გაზარდა მნიშვნელობა. და ეხლა ვნახოთ round-down-ი. round-down-ი კი, როგორც მნიშვნელობიდან ჩანს, პირიქით კლებადობისკენ ამრგვალებს
და რაუნდსა და რაუნდ-დაუნს შორის წეღან 9.67 რომ დავამრგვალეთ რაუნდით, მივიღეთ 9.7, როგორც მათემატიკურად ხდება, ანუ ერთით გაზარდა, ხოლო რაუნდ-დაუნით იმის მაგივრად რომ გაეზარდა, პირიქით ქვემოთ ნაკლებობისკენ დაამრგვალა.